სახელითა მამისაითა, დაძისაითა და წმინდის სასულისაითა. არ დაგიმალავთ და ვიტყვით, არ მეგონა დღეს თუ მოხვიდოდით, ყოველ შემთხვევაში რისხოვნებით ეგეოდენი, იმიტომ რომ ახლოვდება ეგრეთ წოდებული ახალი წელიწადი. მოდი 2-20 სიტყვით ვიდრე რას მე ვიტყოდე, რა არის ეს ახალი წელიწადი. ჯერ ერთი ჩვენ ვართ ეკლესიური მორწმუნეები, მართლმადიდებლები, ჩვენთვის ახალი წელიწადი, როგორც ასეთი, იწყება სექტემბრის პირველი რიცხვში, ძველი სტილით. ინდიქტიონი იწყება ამ დღეს და ეს არის ჩვენთვის სინამდვილეში ახალი წელიწადი, ლიტურგიული ათვლა იწყება ხელახლა. საერთოდ ჩვენი ცხოვრება ხშირად გვითხრა 7 დღით იზომება. ასე ვზომავთ ქრისტიანები. 2 შაბათი, 3 შაბათი და სხვა, ვიდრე დადგება მერვე დღე. მერვე დღეს წმინდა მამები ენიგმურად იდუმალ უწოდებენ ქრისტეს დიდებით დაბრუნება, როცა დადგება სუფევა, შემდგომად საყოველთაოს სამჟავროში მამისა, დაძისა და სულისა წმინდისა. 2 შაბათს ვთქვათ ანგელოსა დღედ იწოდება, თავისი გააზრება აქვს ეკლესიას, სამშაბათ ნათლისმლის სინასარმა მღვდელმთავართა და ასე შემდეგ, ისე რომ თითოეულ დღეს თავისი კონკრეტული აზრი და შინაარსი აქვს ეკლესიის მიერ მინიჭებული. ანუ ამით როცა ჩვენ შვიდეულით ვთვლით ცხოვრებას, სასულებით ველოდებით უფლის დიდებით დაბრუნებას, მერვე დღეს გამოვხატავთ, რომ ჩვენ ავართ მწირნი ამასოფლისა. ჩვენ ღუზა სამუდამო დედამიწაზე არა გვაქვს ჩაგდებ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, არ გამოვა ეგ, იმიტომ რომ ადამიანი მსხემდა წარმავალია როგორც წმინდა წერილის და ჩვენ ცხოვრება სინამდვილეში გვასწავლის. ჩვენი სამშობლო არის დაკარგული სამოთხე, რომელში დაბრუნებაც არის ჩვენი სამყარო, ოცნებაც, სურვილიც, ნატვრაც და მთელი ჩვენი ცხოვრება და ღვაწლის შემოქმედება უნდა იყოს მიმართული ამ ერთი მიზნისათვის. დავიმკვიდროთ მარადიული სასუფეველი, ანუ ქრისტეს მარადიული ნეტარი და ღვთიური სიხარულისა და ნეტარების თანაზიარნი გავხდეთ. მაგრამ გარდა სულისა გვაქვს ხორცი, გარდა ღვთის არსებობს ეშმაკი. ეშმაკი ფიქრობს და ამბობს კიდეც წმინდა წერილში დამოწმებულია, რომ ის არის თავადი ამ სოფლის. რაკიღა სასუფეველი ამპარტავნებით დაკარგა და გამოძევებული იქნა ღვთის განგებითა და ნებით დედამიწაზე, მასშტაბად ფიქრობს, რომ ეს არის მისი სამყოფელი, მისი საბრძანისი. რა თქმა უნდა, მეტნაკლებად იგი ამ წარმატებას დედამიწას აღწევდა საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიყვანს თავის რჩეულს ანტიქრისტეს უჟულოების ამას კაცს, როგორც წმინდა წერილი უწოდებს და მის მიერ არ ეცდება დაიმონოს, მე აღარ ვიტყვი მართოს, დაიმონოს იმ დროს არსებული. რაღა იმ დროს მოახლოვდა კარსარი მომდგარი, საცა შემოლეწავს, ეგეც შემეშალა, შემოლეწავს არ ვამბობ, ჩვენ თვითონ ვიცვებ, ჩვენი ცხოვრების წესიდან, სოფხედველობიდან გამომდინარე პირიქით ის არასდროს ძალით ვერ შემოები, რომ ღვთის დაშვების გარეშე სიელს კი არ აქვს ამ ქვეყანაზე, ჩვენ მოვიყვანთ ანტიქრისტეს. და ეხლა უშენცი დავიწყე ძალიან საინტერესო კრებულის მართალია ვრცელი არ არის 32 გვერდიანია კრებულის თარგმნა სათაურით ანტიქრისტე. იქ უამრავი წმინდა მამის ძველთა ახალთა და წმინდა წერილის ნააზრევი და ნაწინასწარმეტყველებია შეჯამებული და გაანალიზებული თუ როგორ მოვა და გამეფდება ჩვენ შორის ანტიქრისტე. მისი ცხოვრება სამ პერიოდად არის დაყოფილი. პირველი როცა უცნობელობაში იქნება, ესეც ცნობილია წმინდა მამათაგან მეტნაკლებად, როგორ განვლის მისი ცხოვრება 30 წლამდის მერე როგორ გადასახლდება დედასთან ერთად 12 წლის შემდეგ რუსეთიდან შეერთებულ შტატებში მიიღებს იქაურ სოლხედველობას, ანუ დასაკურს, დაეუფლება თეთრსა და შავ მაგიას, რაც მომავალში მას რა თქმა უნდა გამოადგება მოჩვენებითი ცრუ სასწავლების აღსასრულებლად. მეორე პერიოდი, როდესაც ეცდება ძალაუფლება მსოფლიო, არა ადგილობრივ, არა მხოლოდ ისრაელში, იუდეველებში, არამედ მსოფლიო ძალაუფლება ჩაიგდოს, ამას მოახმარს 3 წელიწად ნახევარი, თუმცა წმინდა მამები ამბობენ, იმდენად არათავად მიაღწევს ამ სწრაფ კარიერულ აღმასვლას, არამედ ეშმაკის თანაშეწევნით, რაც ბევრისთვის საკვირველი იქნება მის გენიალობას მიაწერენ და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით სოფლიო არჩევნებით მოიყვანეს სათავეში გადაღლილი, დაქანცული, ცოდვებით დაღლილი, ომებით, ეთნო კონფლიქტებით, შურით, გაუტანლობით, უსიყვარულობით ადამიანებს მათთვის იქნება მოჩვენებითი მშვიდობის ყოფილი. საამისოდ ის ყველაფერს გააკეთებს თავის მამასთან ეშმაკთან ერთად და მერმე როცა გაბატონდება, მერმე მოვა საზარელი დღეები, რომელსაც თავად უფალმაც კი უწოდა ჭირის დღეები, რომელიც არ ყოფილა დედამიწაზე, არ იქნება მომავალში. ამიტომ აი ეს რაც ხდება, რატო განმივცდა ეს საუბარი, თქვა სტილთან დაკავშირებით. ის რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით ეს დღეს არ დაწყებულა, რა თქმა უნდა, უკვე საუკუნეებია. მასონთა ფარული ორგანიზაცია ამზადებს ამ რჩეულის მოსვლას ჭალებში დედამიწაზე ანტიქრისტესი, განსაკუთრებით ძალუმად ხდება დღეს. რა დავარქვათ, ერთი სახელი, რაც ამზადებს ამ რეჟიმს ანტიქრისტეს გამეფებას, უჟულოების კაცისა, ეს არის გლობალიზაციის, ანუ ინტეგრაციის იგივეა პროცესები. ნაირ სახეობანი არსებობს, სხვა ეტაპებია და სხვა მიდგომებია, მაგრამ არსი ყველამათ ერთია. ერთიანი მონდიალური სახელმწიფო, მსოფლიო გლობალური სამეფო ჩამოაყალიბონ, სადაც იქნება ერთნაირი არა მარტო პოლიტიკურ, ეკონომიური, სოციალური, რელიგიური სისტემა,
არამედ სტილით საეკლესიო იქნება ერთი. ეხლა თქვენ დაუკვირდით, სადაც ხდებოდა რევოლუციები მასონური და პირველ ყოვლისა ეს იყო და ეკლესიაზე იერიშით სტილის შეცვლით და ამას აკეთებდნენ ყველა სხვა ეკლესიებში. აი მოდი გადავშალოთ ეკლესიის ისტორიის ფურცლები, არც შორეული წარსული, გასული საუკუნის 20-30-იანი წლები. მასონთა ფარულმა ორგანიზაციამ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე მიაღწია და დააყენა ერთ-ერთი მღვდელმთავარი ბერძენი, რომელიც იყო ეკუმენისტი, თავისი მსოლხედველობით კონსტანტინოპოლის პატრიარქად. პირველი, რაც მან გააკეთა ადგილობრივ ეკლესიაში, ეს იყო ის, რომ სტილი შეცვალა. ძველი სტილი გააუქმა და ახალი სტილი გრიგორიანული კალენდარი შექმნა. თვითონ სიტყვა გრიგორიანული საერთოდ იყო რომის ერთ-ერთი პაპი გვიანდელ შუა საუკუნეებში, რომელმაც შეცვალა საეკლესიო სტილი. ესე იგი, მადლმოსილი ღვთისგან კურთხეული იულიუსის კალენდარი უარყო და დაადგინა თავისი. ამ ეწოდება მის სახელით გრიგორიანული კალენდარი. მე მინდა საყვარელო სულ ცოტა სამი არგუმენტი და არა ადამიანური, არამედ ღვთიური არგუმენტი მოგიყვანოთ. თუ რომელი სტილია ღმერთისთვის სათნო, ანუ მოსაწონი. ყოველ წელიწადს იქიდან პირველი საუკუნეებიდან ადრეული შუა საუკუნეები დღეინდელად დღემდის ნათლისღებას. როდესაც იერუსალიმის პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად აკურთხებს მდინარე იორდანე წაღმა იწყებს სვლას. ეს ხო ფაქტია, ეს ხო გადაღებული. ამას ხო ყველა ხედავს, მათ შორის უღმერთოები, ურწმუნოები, მათ შორის მაცონები, წვალებლები და ასე შემდეგ. თავადაც ესრებიან იქ კათოლიკების, პროტესტანტების და მუსულმანების. რა ხდება, რა სასწაული ხდება, ხდება წელიწადში ერთხელ და ხდება მდინარე იორდანე, სადაც ნათელი იყო უფალმა და ხდება სწორედ მართლმადიდებელი პატრიარქის კურთხევის შედეგად და ხდება მხოლოდ და მხოლოდ ძველ საეკლესიო სტილზე. ეს ხდება, ესე იგი, ნათლისღებას. დიდშაბათს რა ხდება? ღვთიური ხელთუქმნელი ცეცხლი გადმოდის, რომელიც არაბუნებრივი, არამიწიერი თვისებებია პირველი წუთების განმავლობაში, მაგრამ წვერს არ წვავს და ასე შემდეგ. ანუ სულ სხვა თვისებები აქვს ბუნებითად. მესამე, როდესაც ფერი ცვალება ძველი სტილით, რა თქმა უნდა, თაბორის მწვერვალზე იცვარება მთის მწვერვალი. ეს ხდება მხოლოდ ამ დღეს. ეხლა თქვენ ვერ მეტყვით, აქედან გამომდინარე, ეს ხდება შემთხვევით, რომ ერთ სტილს ერთ დროს ხდება. მე რეაქციეთ ყურადღება საყვარელო, თუ მაგალითად ფერი ცვალება და ნათლისღება უძრავი დღესასწაულები, აღდგომის დღესასწაული მოძრავია. ესე იგი, თუ დააბრალებენ, რომ რაღაც პლანეტების ერთი ურთიერთგანლაგება ხდება ამ დროს კონსტელაცია, რომ იწვევს ამ მოვლენებს, არაბუნებრივ მოვლენებს. აღდგომა ხდება სხვადასხვა დროს და მხოლოდ აღდგომის წინადღეს ხდება ეს სასწაული. და აქაც იერუსალიმის პატრიარქის ლოცვით. ორი შემთხვევა მოხდა ეკლესიის ისტორიაში. მე-17 საუკუნეში, როდესაც სომეხმა გრიგორიანელებმა, მონოფიზიტებმა, მწვალებლებმა მოისყიდეს მაშინ, ესე იგი, მუსულმანებს ეპყრათ გასაღები ქრისტეს ეკლესიისა, აღდგომისა, მოისყიდეს დიდძალი ფული მისეს და ესე იგი, თავენთი კათოლიკოსი შეაგდეს კუკლიაში, სადაც უფლის ყოვლადწმინდა სხეული იყო დასვენებული და სადაც პატარა ნიში არის ეკლესია, კუკლია ეწოდება ბერძნულად და იერუსალიმის პატრიარქთან ერთად იერუსალიმის პატრიარქს ხელფეხი შეუყრეს და არ მისცეს მდელმოქმედების საშუალება. თუმცა ის ლოცვას განაგრძობდა კუკლიაში. და ესე იგი, ძალიან ბევრი ილოცა, თუ ცოტა ილოცა, როგორც ღაპრებშია ნათქვამი, კათოლიკოსმა მწვალებელმა, რა თქმა უნდა, მის ხელში სანთელი არ აინთო. ამ დროს ეს დააბრალეს იერუსალიმის პატრიარქის იყოფნას. ადგენენ და გამოაგზავნეს კუკლიდან და გარეთ სვეტთან დააკონეს. ორივე ება სვეტი აქვს აღდგომის ტაძარში, ვინც ყოფილა იერუსალიმის შესასვლელში. მარჯვენა სვეტი ქართული წარწერით არის, საქართველოს ეკლესიის შეწირულია ეს სვეტი. მისი აღმართული არის, რომელზეც ასომთავრული წარწერა არის. მოხდა სასწაული. კათოლიკოს მწვალებელის ხელში, რა თქმა უნდა, სანთელი არ აინთო, რამდენს არ პუტპუტებდა, მაგრამ მოულოდნელად გარდა მოხდა გუმბათიდან ცეცხლი, გააპო ეს სვეტი, აი თქვენ რომ ნახოთ, ეს არ არის არ საჭრისით, არ რაიმეთი გაღებული. ბუნებითად არის გაღებული, აი როგორც ვარდი გადაიშალეს ფურცლები და იქიდან გამოხდა ეს ღვთაებრივი ცეცხლი და შებოჭილი იერუსალიმის პატრიარქის ხელში აინთო სანთლები. იხულა ხალხმა კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, მართლმადიდებელი თუ არა მართლმადიდებელი, სად არის ჭეშმარიტება, რომელი სტილია სათნო, რომელი აღსარებლობაა ჭეშმარიტი. სხვა შემთხვევა იყო, როდესაც ესე იგი, რამოდენიმე წლის წინ იგივე მცდელობა ჰქონდათ სომეხ მონოფიზიტებს. ძალიან უნდათ მათ ხელში მწვალებლებისა აინთოს ღვთიური ნათლით სანთელი, მაგრამ ეგ არ ხდება. და მრავალიცა სხვა. ეხლა ამას რატო ყვები მე გარდა ყველაფრისა? აი ახლოვდება ეგრეთ წოდებული. რატომ ამბობ ეგრეთ წოდებული? იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არ არის ახალი წელიწადი. ახალი წელიწადი იქნება ძველი სტილი 1 იანვარს, ანუ ახალი სტილი 14 იანვარს. ჩვენთვის ეს დღე სხვა მნიშვნელობის მქონია პირველ ყოვლისა. ეს არის დიდი დღესასწაული ამ დღეს, წინადაცვისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მერვე ხსენება მსოფლიო მამისა და მასავლებლისა ბასილი დიდისა, სხვა შორის აქვე დავსენ გაკვრი ჩვენთან მეკვლედ ითვლებოდა არა სანტა კლაუსი როგორც ევროპაში, არამედ წმინდა ბასილი, იმიტომ რომ ბასილი დიდის ხსენებას ემთხვეოდა. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, დედაჩემის დედა, ბებიაჩემი თონეში აცხობდა ხოლმე პატარა კვერებს ადამიანის ფორმის გრძელი წვერი ჰქონდა, ბაჩილოს ეძახდნენ
იმიტომ რომ ბავშვი ხო ვერ ამბობს გარკვევით, ენა მოჩლექვით ბაჩილო ქვია ბასილს. და ამ ბაჩილოებს გვირიგებდა ძალიან გვიხაროდა რა თქმა უნდა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული ბებიაჩეს იმ დროს განათლება თითვლებოდა დიდ განათლება და გვიხსნია და გვიყვებოდა ეხლა რო გითხრათ არ მახსოვს ბაჩილო მახსოვს და რას გვიყვებოდა ალბათ მისი ცხოვრების შესახებ რამდენად დიდი წმინდანი იყო რატო სცემენ ქართველები იმიტომ რომ გარდა ყველაფრისა რომ ამ დღეს ხსენება ბასილისა კაბადოკიელი ქართველია წარმოშობით ამანაც განაპირობებულ ჩვენთან ეგრეთ წოდებულ მეკვლედ დამკვიდრდა ბასილი დიდი სანტა-კლაუს რაც შეეხება თქვენ იცით როდესაც არის წმინდა ნიკოლოზ კათოლიკური ახალი სტილის შობასთან ახლო არის. ამიტომ სანტა-კლაუს წმინდა ნიკოლოზს მიიჩნევენ თავიანთ მეკვლედ ევროპელები, მაგრამ ეხლა თქვენ და რაც გადმოვიდა ჩვენთანაც და სხვადასხვა. ერთი სული ჰქონდათ კათოლიკური სტილს, როდის აანთებდნენ ნაცვის ხეს, როდის ითხრის ასწავლებენ შობას. სოციალური ქსელები გამოჭედილია, ინფორმაციით თითქმის ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ახალი სტილი. მერე რა ჩვენ არ გადავალთ. საბერძნეთში რო იყო ელადაში ამის სტელობა 7 სინოდი, ანუ განხეთქილება მოხდა 7 სინოდი, 7 ეკლესია წარმოიშვა ერთი ეკლესიის სიახლში. მათ ევქარისტიული კავშირი ერთმანეთს შორის და ეშმაკი ხახარებს და ხარობს, რომ გათიშე და იბატონე და ბატონობს კიდეც ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ ეკლესიაში. და როგორი არიან ეს ეკლესიები, რასულის მატარებელი, იხილეთ გამოცხადების წიგნი აპოკალიფსი. გადაშალეთ 7 უკანასკნელ ეკლესიას რომ მიმართავს, ვის რისხავს უფალი და განაგდებს. და ვის ლოცავს და აღამაღლებს ფილადელფიის ეკლესიას უმეტესად ლოცავს და აღამაღლებს ბერძენი და არა ქართველი მამის მე-19 საუკუნის მამა იყო ბერძენი რუმელიაში მოღვაწე კირილე ლავრიოტისის მიხედვით რომელსაც ფოლიანტები დაგვიტოვა თავისი გამოკვლევების თითქმის მთელი ცხოვრება მოანდობა საწინასწარმეტყველო ეგზეგეტიკური ანუ განმარტებითი ლიტერატურის შესწავლასა დაწერა ამდენიმე ტომი სადაც ამტკიცებს სხვა ჭეშმარიტებასთან ერთად რომ ფილადელფიის ეკლესია ენიგმურად ეს არის იბერიის უძველესი ეკლესია რომელიც ღვთისმშობლის სიმხედრეა და ბევრი რამ მსგავსი ჩვენი ხვედრი საბედნიეროდ ჩვენი ჯვარი კურთხეული არის დავრჩეთ ერთგული დედა ეკლესიის ამას სხვანიში გადასტურებაც აქვს კვართი უფლის ღვთისგანგებით რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელით იყო მაქსოვი ქრისტე მაცხოვრის სამოსელია ეს და სახია ბერძენი ღვთისმეტყველი მამებს ვთქვათ კიპრიანე კართაგენელის სხვათა განმარტებით სახია ეკლესიის დაურღვებლობის ერთიანობის და უძლებელობის მოხდა საქართველოს ღვთისგანგებით და ესეც არ არის შემთხვევითი ანუ ჩვენი მისია რა ყოფილა ერთგული დარჩეთ დედა ეკლესიის დავიცვათ მის ერთიანობა დავიცავთ რა მართლმადიდებლობას ღმერთი და ღვთისმშობელი მარიამი თავად დაგვიცავენ ჩვენ როგორც ღვთისმეტყველი გრიგოლი ცამოს გამოსათხოვარ სიტყვაში კონსტანტინოპოლის კრებაზე ეს ქართველი მამა იყო კაბადოკიელი გრიგოლ ღვთისმეტყველი სოფლიო ბურჯები არიან პირველი კაბადოკიური საფრთხისმეტყველოსკოპის დამაარსებლები არიან გრიგოლ ნოსელთან ერთად გრიგოლ ნოსელი ბასილის მა ესე კაბადოკიელი ქართველი ამას ქართული ამპარტავნებით კი არ ვიხსენებდა არამედ გაგამხნევოთ და მოგაგონოთ ვისი გორისანი ვარ ლომებთან ვიბრძოდი ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსათვის და დღეს ტურები ვჭამენ. აი გზად რომ მოვდიოდი ერთ-ერთი გადაცემა ჩავრთე, სადაც საუბარია ვინ მართავს სინამდვილეში დედამიწაზე. რა ახალ წესრიგს თავაზობს ეს გლობალური მსოფლიო ხელისუფლება. ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო, ზოგიერთი ნიუანსებიც გაირკვა და ასე შემდეგ. ყველა ეს პროცესები თავში ამით დავიწყე ლაპარაკი, ამზადებს ანტიქრისტეს განათებას. ენით გამოუთქმელი და აუწერელი ვითარება იქნება ადამიანების ზომბებად იქცებიან. წარმოიდგინეთ ადამიანები ინატრებენ, მოკვდნენ და დაისვენონ. ეს იქნება უაზრო ნუგეში. სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება. ერთისთვის იწყება მარადიული სიხარული, სხვებისთვის მარადიული სირცხვილი, ანუ ჯოჯოხეთი. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ერთის სიტყვით საგვარელო, რა არის ეს ახალი წელიწადი? აი ჩვენთვის ნამდვილი ახალი წელიწადი ამაზრის მატალებელია. წინა დაცვეთის ხსენება ბასილი დიდის და ადგილობრივი მრევლისთვის და უკვე არა მარტო ადგილობრივი მრევლისთვის სხვა ახალი სიხარულიც არის. შენ ხარ ვენახის ხატის ხსენებაა დღესასწაული, რომელიც ნელ-ნელა განივცო მთელ საქართველოში და საზღვრებსაც გასცა როგორც უფალმა აკურთხა. შეგახსენებთ, როდესაც ერთ-ერთმა დედაკაცმა, რომელიც მარტყოფიდან იყო წარმოშვენი მრევლი იყო, ღრმად მოხუცებული, მძიმე დასნევდა ლოგინს მიეჯაჭვა, წინასაფრთხობელური აზრები ჰქონდა მას და გამოცხადებით იხილა, როგორ შეიქმნა ხატი. წერილი გამომიგზავნა თავისი ქალიშვილის ხელი და მეკითხებოდა მამაო, ასეთი და ასეთი ხატი არის ჩვენ მრევლში, შეიქმნა რამე ესეთი. და აღმიწერა შენ ხარ ვენახის ხატი როგორი არის. მასის რა თქმა უნდა ნანახი ირაკლის ისიც კი უთხარიო, როცა მორჩები წერას ყოველდღე ჩამოაფარეს შინაურებმაც კი არ ნახო რასერა. მეზობლები ვიყავი ბახტრიონზე. როდესაც დაწერა ღამე რო არავის ენახ გადააფარა საბურავი და გადმომიტანა სახლში და პირველად იქ მოვესიყვარულეთ ამ ხატს. ეს არის ზუსტი ასლი იმ ხატისა. და დღიდან კურთხევის ახდენს სასწაულებს.
ეს ღვთისნება იყო. აი დედაკაცმა რა იხილა გარდა იმისა, რომ ეს ასეთი ხატი შეიქმნა პეტრე პავლეში, რაც თვალით არ ენახა და არც გაეგონა. მერე იხილა როგორ აღიმართა გუმბათი გაუჩინარდა პეტრე პავლეს თავზე, კიბი აღიმართა პეტრე პავლეს საკურთხევლიდან ზეცაში, რომელზეც წინამძღვარი ტაძრის და ხატმწერი ამ ხატით ხელში ატატებული ჰქონდათ რა, აიტანეს ზეცაში ეს ხატი. ღვთიური დიდების წინაშე. უფლის საგდრიდან ლოცვა კურთხევა გამოხდა. დეამ ხატმა მოიაროს ყოველი სოფელი. ანუ სრულიად დედამიწა, რაც ხდება და აი კრებულია გამოცემული სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილობრივ ეკლესიებში სასწაულებს ახდენს. და თაყვანისცემა და პატივისცემა არის ბევრგან. პირველ ყოვლისა საბერძნეთი მაქვს მხედველობაში. ერთი სიტყვით ამით არის დატვირთული ჩვენთვის ახალი და მეორე რა ეს არის საერო დღესასწაული. მაგრამ ბავშვობიდან სულ უსვამდი საკუთარ თავს კითხვას, ახლა ვკითხულობ. რას დღესასწაულებენ ნეტა ვიცოდე. სიცოცხლის წლები რო აკლდება, თუ იმედები აქვს, რომ ახალი წელი უკეთესი იქნება. ქართული ანდაზა მოკლედ და ბრძნულად თავი რასაც დასწრა შვილო ამ წელიწადს, მომავალ წელს იმას მოიმკი. ნუ ველოდები რაღაც გასაოცარ სასწაულებს სრულიად დაუმსახურებლად რაიმეს მიიღებ. და რას თესავს დღეს კაცობრიობის დიდი ნაწილი გლობალური ხელისუფლება, ომებს, შეურაცხყოფებს, შიმშილს, უსიყვარულობას, დევნას და შევიწროებას. აი მაგალითად რაც ხდება ღაზის სექტორში. მაგალითად ამაყად ითხოვდა გუშინაც ერთ-ერთ ინფორმაციაში და ტელევიზიითაც ითქვა მართალია დიდ წარმატებებს მიაღწია ისრაელის ჯარმა, მაგრამ არის რა დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში 70% დაახლოებით, მათ შორის ქალები, ბავშვები არის უმეტესობა, ისრაელის ჯარები მაინც აგრძელებს წინსვლას. საითკენ მათ ქუჩებში არის ტრანსპარანტები უკვე გამოგრული, შეხვდით მესიას, ანუ მესიას და ვინ არის მათი მესია? ეს გასაგებია. ეხლა უფალი ჩემთვის ყველაფერია. თავს კი არ ვიქნებ. ფიქრობ ასე განიცდის ბევრი თქვენთაგანი. თუ უფალი არ იქნება, აი დავფიქრებულად. როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ცხოვრება? ვერ წარმომიდგენია. ერთ-ერთი რა კიევ-პეჩორი ვახსენე, კიევ-პეჩორელი მამა იყო განდეგილი, დაკვდებული და ერთ-ერთი ხატი ჰქონდა სენაკში. გამოუსვლელად ცხოვრობდა ეგ წლები. ღვთისმშობელ მარიამის და პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ძის ხივი შემოდიოდა და ერთხელ ისეთ აქტუალობაში მოვიდა ლოცვის დროს, ისეთი სიყვარული გრძო ღვთისმშობელ მარიამის ამის ღვთაებრივი ხრმის მიმართ, აიღო ეს ხატი და დაგმანა ეს ერთ-ერთი პატარა სარკმელი ხატით. რა თმინდა მიწიერი სინათლე, შენ ახარ ჩემი სინათლე და ლოცვა დაიწერა მე ამაზე. აი ესე ჩვენთვისაც ჩვენი სინათლე დაუღამებელი მზე არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მისი ყოვლადწმინდა დედა, ზეციური ძალები და წმინდანები. რაც შეეხება მიწიერ ცხოვრებას, ბასილი ვახსენე, ბასილი დიდმა უთხრა, როცა დასაჟილად გამოგზავნა პრეფექტი ჭვალებელმა იმპერატორმა. დაგჟი, გადაგასახლებო, გაგამათრახე და ბოლოს სიკვდილით მოკლა. სამჯერ გამოგზავნა პრეფექტი. ჩინებული პასუხი გასცა სრულიად შვიდა დაუღელებლად. ისე ვარ დაავადებული და დაღლილი. ვიძლის კი მოკონდა. პირველ დარტყმებს თუ ვიგრძნობ, მე ვეღარ ვიგრძნობ დარტყმებს. თუ გადამასახლებ, არს კესარია კაბადოკია და იქიდან იყო წარმოშობილი, ჩემი სამშობლო და ყველგან ჩემი სამშობლო იქნება, სადაც არ უნდა გადამატი, იმიტომ რომ სადაც ქრისტეა, იქ არის ჩვენი სამშობლო. აი, მის სულიერი ძმაც გრიგოლ ღვთისმეტყველი როგორ შეეძახეს ერთ-ერთ ბოლო წერილში უკვე ხმად მოხუცებული უფალს მიმართავ. ესე იგი დავკარგე დედა, მამა, სამშობლოდან გამომაძიეს კათედრიდან, კონსტანტინოპოლის კათედრა იგულისხმა და ასე შემდეგ და განართხოვს წერილის ბოლოს ხელს, ანუ შენ ახარ ჩემი სამშობლო. აი ვინ არის ჩვენი სამშობლო? უფალი, რომელშიც ყველა დადებითი გრძნობა და სიყვარული მოიაზრება. ისე რომ გადასახლებითაც ვერას დააგლებენ ბასილის. მომკლავთ, მხოლოდ დაგლოცავთ, რადგან დააჩქარებთ ჩემს მისვლას მასთან, ანუ უფალთან, ვისაც მთელი შეგნებული ცხოვრება ვესწრაფი. მადლობის მეტი რა მეთქმისო. პრეფექტი დაბრუნდა იმპერატორთან და უთხრა, ჩვენ მაგას ვერ გადავიყვანთ მართლმადიდებლობიდან და თვითონ არ გადაგვიყვანოს მართლმადიდებლობაში. თავი დაანებეო რა, რბილად უთხრა. იმპერატორი განრისხდა, აკარა ამალა და გაეშურა, ესე იგი, ნაში ნიკიაში იყო დედაქალაქი რომის იმპერიის, გამოეშურა, ეს არის საკმაოდ ვრცელი გზა გაიარა, მაგრამ რისხანება არ დაცხრა მასში. აი როგორც იქნა მოადგა ბასილიდის ეპარქია, ტაძარს სამღვდელო მთავროს. და ესე იგი, ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ ამ დროს წირვა იყო და ბასილიდის წირვაზე თანამედროვენი ამბობენ, მისი წირვა გავდა ანგელოზების გარდანოსვლას დედამიწაზე. და როცა მიადგა, იმდენი იდგა არათუ ტაძარში, ეზოში რომ ვერ გაჭრა დაცვამაც კი ხალხი. დიდი სწავლებით, შერისხვებით, ხელის მუჭულყვით და იარაღით გააპეს როგორც იყო და შევიდნენ სტოვაში. აი სტოვა არის შემოსასვლელი. უკვე იქ იმპერატორს, რომელიც ლევამოსილი იყო, ვება იმპერიის წინამძღვარი და სხვადასხვა და იუქრებოდა ბასილის დაშით, მუხლები აუკანკალდა სტოვაში. დამიშვებს თუ არა ბასილი, ანუ არ შევწვე იმპერიის თვალში.
რომ იმპერატორი ჩამოვიდა საგანგებოდ და ბასილიმ საკურთხეველში არ დაუშვა. ამ დროს აღსავლის კარებს ქვია სამეუფო კარები. რატომ მეფის გამოც ქვიან და ბეუფის გამოც, მღვდელმთავრისა. ეს დატვირთვა ფორმაკი. და ესე იგი ბასილი დიდ სული წმინდა უთხრა რომ იმპერატორი ცახცახებდა იქ სტუაში. გააგზავნა მორჩილი, დიაკონი და უთხრა რომ შემოსული იყო. ამოისუნთქა შვებით რომ არ შეცვალა. მაგრამ ეხლა გადახედა ეზოში სამარისერული სიჩუმეა, ტაძარში ამაღლებული ღვთაებრივი საგალობლები, ანგელოსთა შორის ეგონა თავი. შევიდა საკურთხეველში მეტიც, მაშინ მეფეები განსაკუთრებულ მსხვერპლს წირავდნენ წმინდა ტრაპეზის მიერ. უფლება მისა, რომ შეეწირა მსხვერპლი, თუმცა მწვალებელი იყო აქ სიბრძნეა ბასილისა. დაუშვა ცოტა დაუთმო, რომ ბევრი მოეგო ბასილის. და მერე განიცადენის დროს, როცა ზიარება უნდა დაეწყოს და მღვდლები და მღვდელმთავრები ამზადებდნენ წმინდა ზიარებას, ტარიქს ჭრიდნენ მაზიარებელთათვის, ეზიარა ბასილი, დაჭრა საკურთხეველში და დასვა იმპერატორი და საუბრობენ და ისე გაუთმა განრისხებულ იმპერატორს გული, რომ აღთოვანდა ბასილის მისი განსაზღვრულებით, სულიერებით. აი როგორი მადლი ჰქონდა ბასილი დიდი წირვას, ეს რამოდენიმე წმინდანთან თუ წამიკითხავს, ხედავდა სულიწმინდის გარდამოსვლას. როდესაც წმინდა ძღვენი, წინადაგების ძღვენი იკურთხებოდა. მაგრამ ამას ხვები ვერ ხედავდნენ ბასილს, რომ მათთვის თვალსაჩინო გაეხადა, როდის გადმოდის სულიწმინდა, მსგავსება ტრედისა. ამიტომ ოქრომჭედელს დაამზადებინა ტრედი, ოქროსი, გააკიდა საკურთხევლის თავზე, საკურთხეველს ადრე ტალავარივით ჰქონდა გადაფარებული, მერე მოიხსნა საუკუნეთა განმავლობაში. დააკიდა ოქროს ტრედი და როცა ბასილი დიდი იწყებდა ქარისტიის კანონში სულიწმინდის მოწვევის ლოცვებს, ეს ტრედი ნება თავისით იწყებდა, თავის არაფერი არ ხდება სინამდვილეში, იწყებდა ბრუნვას და მაშინ ხდებოდნენ ყველანი, რომ უკვე დაიწყო სულიწმინდამ გარდამოსვლა და როცა აკურთხებდა, ტრედი ჩერდებოდა. ტრედი სახიაც სულიწმინდისა. აი ეს დიდი მამა იყო. და როცა დაბრუნდა მოკლედ უკან ვალენტი იმპერატორი ბრძანება დაწერა რომ ერთი მხოლოდ ბასილი დიდის კესარია კაბადოკისთვის ხელი არ ეხო არავის არ დაეძალებინათ მართლმადიდებლობის უარყოფა და ნახევად არიოზული წამსისთვის ხელის მოწერა. მინდა გითხრათ საყვარელო ბერმა ღირსეულმა მღვდელმთავარმაც უკან დაიხია და ხელი მოაწერა მწვალებრულ წამსზე. დარჩა სულ რამოდენიმე ადამიანი, ათანასე დიდი ალექსანდრიაში, ბასილი დიდია, გრიგოლ ღვთისმეტყველს, სულ ხელმწიფე ჩამოსათვლი. ბევრი შეარყია. აგერ კოვიდმაც ხო გვიჩვენა, მღვდელმთავრები იყვნენ, როდესაც სიკვდილით შეეშინა და არ წირეს, მთელი მარხვა, ნებიშვიდეული, აღდგომასაც კი. ესეთი ეს განსაცდელების ღმერთისგან არის დაშვებული, გამოსადოს ჩვენი სარწმუნოება. მღვდელმთავრების მორწმუნებრები საერთოდ ადამიანობა ადამიანში თუ გნებავს ეკლესიის გარეთ. და რა ხდებოდა თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ იყო შეშინებული ხალხები და ეს როგორც თქვენ მხოლოდ ჟურნალია, კოვიდ ოპერაცია. ბიოლოგიური არ არის ხმარება. ეს მხოლოდ დასაწყისი არის. სალმობათა და ჭირვარამთა როგორც უფალთან არის ნათქვამი წმინდა სახარებაში. მოკლედ რომ გითხრათ და თავი არ შეგაწყინოთ, ახალი წელი ეგრეთ წოდებული ამით არის საინტერესო, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ, თუნდაც იგივე ბასილი დიდის დროს და დღეს განსაკუთრებით რევოლუციის შემდეგ რა მოხდა? ვლადიმერ ილიასე ლენინმა ანტიქრისტეს ერთმა რქამ დეკრეტით გააუქმა საეკლესიო სტილი და ეცადა გაეუქმებინა ეკლესიაში აბნავნელსების, განმაახლებელთა ეკლესიის დაარსება უნდა განხეთქილების შეტანა. არ გამოვიდა ხალხი დადგა მართლმადიდებლებასთან და რამოდენიმე მოღალატე მღვდელმთავარი თავის კანტიკუნტა ხალხით გავიდა გარეთ და საბოლოოდ ჩაქრა მათი სქიზმატური მოძრაობა. ვერ შეძლო. ერში კი დეკრეტით სტილი შეცვალა. ათინაგორი, რომელიც ვახსენეთ, კონსტანტინოპოლში მოიყვარა ხჩინა ყველა საქმე მასონების გულის გასახარად. ამის შემდეგ გადაყვანილი იქნა ალექსანდრიის ადგილობრივ ეკლესიაში. იქაც პირველი რაც გაკეთა საეკლესიო სტილი შეცვალა. შემდეგ გადაყვანილი იქნა ბავშვი მიხვდება რომ შემთხვევით არც ერთ ისტორიას არ ახსოვს რომ 2-3 კათედრა მღვდელმთავარს გამოაცხადოს პატრიარქისა. ისიც ეკუმენური, ანუ სოფლიო საპატრიარქოებისა. იქ საბედნიეროდ უნდა ვთქვა, მაპატიეთ, მოკვდა და აღარ დასალდა. ასე შეინარჩუნა იერუსალიმის ეკლესიამ ძველი სტილი, რომელიც სტილიცაც იერუსალიმის პატრიარქის ლოცვებით ესათვის ნიშნასწავლები დღემდე ხდება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ. აქედან გამომდინარე, რატოა ჩვენი მდგომარეობა დღეს მძიმე და ორჭოფული? ერის დიდ ნაწილს დიდი ხანია მიღებული აქვს ახალი სტილი. სურვილი აქვს რომ ახალ სტილზე გადავიდეს ეკლესიაც. ეგრეთ წოდებული მოღვაწეები, საზოგადო მოღვაწეები აკაკი ბაქრაძეები და ბევრს ლამობდნენ რომ კათოლიკობი ჩაენაცვლებინათ მართლმადიდებლობას. არგუმენტი რა ქონდა, არ გაინტერესებთ, პოლიტიკურად მომგებიანი იქნებაო, ევროპას დაუახლოვდებითო უფრო. მისთვის მართლმადიდებლობა არაფერს არ წარმოადგენს ასეთებისთვის. დღესაც არიან უამრავი ფსევდოლიბერალები. ყველა ეგენი ასე მოაზროვნენი არიან.
მათთვის თავარია პოლიტიკა, ვიღაცასთან მიწებება, გულშინ ესე იგი ჩრდილოეთიდან ამოსდიოდა მზე, საკუთარი ანგარებიდან გამომდინარე. დღეს დასავლეთიდან ამოსდის და მე მინდა ყველა შევასრულო, რომ არასდროს არ ჩრდილოეთიდან, არ დასავლეთიდან, მზე არა თუ არა სულ ჩასულა იქ. მზე ამოდის აღმოსავლეთ საიდან ბეთლემის ვარსკვლავი გამოგვიშთა. ქრისტე მაცხოვარი იშვა, რომელსაც ეხლა ველოდებით ამ დღესასწაულს. ერთი სიტყვით ძიმე იმიტომ არის მდგომარეობა, რომ აი ახლაც მე რატომ თქვი შესავალს, რომ არ მეგონა თუ მოხიდოთ. გაჩაღებულია სამზადის ეგრეთ წოდებული ახალი წლისთვის. გადავსებული მაღაზიები, ტრანსპორტი, კიდევ უფრო დიდი საცობები და ასე შემდეგ. რისთვის? მარხვაში მართლმადიდებელმა ქართველმა ქრისტიანებმა გოჭი უნდა ჭამო. ინდაური საცვი ნამეტანი უყვართ. კიდევ რა არის ნუგბარი ჩამოვთვალო? ეს არის მუცელ ღორობის დღესასწაული, გადაჭარბების გარეშვამ. ღამის თევაზე ვერ წამოიყვან, შეიძლება წამოდეს ერთ თვალი შეხედოს აღდგომის ლიტანებას და წავიდეს სახში გამოთქვეს და დაიძინოს. არა, ღამეს უთევენ გოჭს, საცივს, მემთვრალეობას და ხშირად ამას მოყვება, როგორც ახსარებებიდან ვიგებ, სიძვამრუშებანი და ორგიები. აი ეს არის. ეს დღესასწაულია ამათვის. თორემ რო კითხო, კაციშვილი ვერ გეტყვის რა დღესასწაულობენ. რაში მდგომარეობს, რომ ის დღესასწაულია? რისგან მოა დღესასწაული? მე გითხარით ჩვენი სტილის ახალი წელი რატომ არის დღესასწაული? ამათ მითხრან, რას დღესასწაულობენ? ეს არის მორიგი საბაბი მემთვრალეობის, დროსტარების, molxenis. არც მეტი, არც ნაკლები. და რა მძიმე მდგომარეობაში ვარდება, მაგრამ ეკლესიური მართლმადიდებელი დედაკაცი. ქმარს არ წამს, შვილებს არ წამთ. შვილიშვილებს აიზულებენ გააკეთოს სახსნელო საჭმელები. ხშირად მოდიან ატირებული, როგორ მოიქცენ. სოლი დაემორჩილენი თვისთაქმართა ამბობს პავლე მოციქული. რასაც გეტყვის, ის გაუკეთეს. შენ არ გატეხო მარხვა და მათ molxenაში ეცად არ მიიღო მონაწილეობა უაზრო სიხარულებში. ხოლო თუ მოგთხოვს ზალით მარხვის გატეხვას, არ გატეხო. რომს გაწამოს. ხდება ეგეთი რამეებიც. რომს მოკლას. აი ეხლა ხანს მიდღესასწავლეთ ბარბარობა. ვინ აწამა ბარბარე? საკუთარმა მამამ. მარხვის გატეხვას კი არ სხობდა და სხვა. რატომ დააყოლე აბანოში, როცა ახლა დაშენებული იყო მესამე სარკველი, როცა ორი თქვა მზისა და მთვარის სახელზე, კერპთაყვანისმელი იყო მამამისი და მან მესამე დაამატებინა ხელოსნებს ყოვლადწმინდა სამების სახელზე. რა უნიშნელო რამეში გამოვლინდა ერთის რწმენას და მეორის ურწმუნოებაც. ამი პრაქტიკულად მან მოსთხოვა ყოვლადწმინდა სამების უარყოფა. წმინდა ბარბარემ უარი განაცხადა. ეხლა აღარ მოვყვები როგორი ცხოვრება ჰქონდა. ქართული ზღაპრები რომელსაც ეთუნახავე იყო, მამა კოშკში ზრდიდა, იყო უმშვენეულა. წმინდა ბარბარეს ცხოვრებიდან არის აღებული ეს ფაბულა, თქვენ რომ იცოდეთ ქართულ ფოლკლორში. მიუხედავად ამისა, მან ამჯობინა ზეციური სიძისთვის, ქრისტესთვის სიკვდილი, ვიდრე კერპთაყვანისმლობით სულის სარწმედა. მიუბაძოთ მარტო ბარბაროა ლობიანების გამო ხوار დღესასწაულობთ უკაცრავად. ამ დღეს აცხობენ ხოლმე მომეტებით. არამედ იმის გამო, რაც მან მოიმოქმედა ქრისტეს სიყვარული. აი ამაში მიუბაძოთ წმინდა ბარბარე. დაუთმე, გაუკეთე რაც ყველაფერი შენ არ გახდე თანამოდა. თუ მოგთხევეს მარხვა, აქ მოდიან ახსარებაში მე თავს იმართლებენ. მამა აბარა ამექნა, ქმარმა მითხრა, სუფრასთან დამაძალა, შვილების კი ლანძღავენ დედებს მაგალითად ამის გამო. დედამთილმა, რომელსაც პარადიმი ყავს ოჯახში. არა ქმარს, არამედ დედამთილს. და სხვადასხვა. ეს ყველაფერი საბაბებია. ამ ღამით ახალი წელი. ყველაზე მეტად მეწოდებიან ადამიანები. ბათქა ბუდქის, მაღრეობა, ხარივით ყვირილი, გამომთვალი, გაბრუჟული ხალხი საკუჩებში გამოვარდნებით მიეთი მოეთი. საწოდავი ხალხი და ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ მარხვაში. ამიტომ როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არიან ქრისტეს მიმდევრები, თუმცა მონათული არიან მართლმადიდებლად, ზოგი ვითომ მორწმუნეც არის და ეკლესიური ეზიარება. მე მაგალითად სიარებიდან დავაყენებ ყველას, ვინც გატეხავს მეტადრე ამ ღამეს მარხვას, ეგრეთ წოდებული ახალი წლის. ჩემს მრევლს მაქვს ეს ძალაუფლება ღვთისაგან მონიჭებდა, ვერც ვერავინ შემედაება, ვერც საერო და ვერც საეკლესიო ხელისუფლება, რომ ეს ზედმეტად კაცრად ვიქცევი. ეხლა თქვენ შემაგებებთ მე პატრიარქი თევზით გვიხსნილეს ხოლმე, ამოილუღლუღებენ ხოლმე აქ. ესევე სპირიდონობას ინტრონიზაცია თევზით გაგვიხსნილა. ნილოს სინაელი ამბობს, მორწმუნე ადამიანი ეძებს თარიღს კალენდარში, როდის დაიწყება მარხვა და გემოთმოყარი ეძებს, როდის გახსნილდებაო. ზოგი ნემსითაც კი ჩხლეტავს კალენდრებს. ესეც მინახია სახლის კურთხევის დროს. ასე რა არის მეთქი აგიჭრელებიან. ჩაიღიმებს ხოლმე გამოტყდება ბოლოს. არანაირი საბაბი არ აქვს გავტეხოთ მარხვა. ეს არის ერთ-ერთი დღე სამწუხაროდ ღრეობისა და უაზრობის უღმერთობის. წაიკითხეთ თუნდაც და გაგაცანით რამდენიმე წლის წინ თარუნ და გაგაცანით რა გულსევდიანად ლაპარაკობს ივანე ოქროპირი ამ ეგრეთ ახალწლად და არ დაგავიწყეთ იმ დროს ახალი წელი აღნიშნულ ძველი სტილით.
ეს პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, ორი შობა, ორი ახალი წელი და სხვა, ის არ არსებობდა მაშინ. უბრალოდ ამბობს, რომ ეს არ არის განსაკუთრებული რაღაც, ეს არის საერო დღესასწაული, არც მეტი არც ნაკლები. ერთ წელს სulis მეორე. სულ ეს არის. მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერია სამწუხაროდ. რაც არაფერია. აი ახლა მე მინდა ჩემო საყვარელო გაგაცნოთ მეუფე ტრიფონის ერთი ძალზედ მოკლე ნაბეჭდი გვერდის მესამედია სიტყვა, რომელიც წარმოთქვა ახალ წელს. და უკვე ასეთი მოკლე წარმოსხვა გადაგება უკვე გასაგებია, რომ მისი დამოკიდებულება როგორი არის ეგრეთ წოდებული ახალი წლის მიმართ. ის კონსტატირებას უკეთეს ფაქტს რა ხდება და მაშინ ისინი ძველი სტილით აღნიშნავდნენ, მაგრამ დასცენს რა უნდა ვიქონიოთ მართლმადიდებლებმა მხედველობაში. აი გუშინ თარგმნიდი მეთქი ანტიქრისტესზე წინასწარმეტყველებებს ძალიან კარგი. მალე გამოვა ღვთისმადლი და ესეც მინდა გახაროთ. ორიოდე კვირისი რომ თარგმნეთ სლავურიდან დაუჯდომელი საგალობელი ამ წმინდა ხატისა სისმაწოვებელი უკვე დაიბეჭდა და მოიტანეს სტამბიდან. ფიქრობ თუ ღმერთი შემეწია და ამ შეწევნას ვგრძნობ, მალე ითარგმნება თითქმის 2/3 უკვე თარგმნე ამ წიგნისა და დაიბეჭდება ღვთისმადლითა და თანაშეწევნით ეს წიგნი. ესე იგი ძალიან საინტერესო რამ არის ინტეგრაციებზეც არის ლაპარაკი, გლობალიზაციასა და მათ შორის ესეც არის ნათქვამი, რომ არა მარტო პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა თვალსაზრისებით ერთიანი სისტემა იქნება, რომელიც ელექტრონული გზით გაკონტროლდება და საბოლოოდ ეს სადავები ექნება ანტიქრისტეს ხელში. ყველა გაკონტროლდება მის მიერ, ვის მეტადრე დაიჩიპება, ასე ვთქვათ. ასევე რელიგიის სფეროშიც უნდა მოხდეს ინტეგრაცია და უკვე დაწყებულია. ეკუმენიზმი ეს არის გლობალიზაცია, ინტეგრაცია ოღონდ რელიგიაში, ეკლესიაში. როცა გაიგივება ხდება შიდა ქრისტიანული მწვალებლობების მართლმადიდებლობასთან, ორნაირი ეკუმენიზმია, შიდა და გარე. გარე როცა სხვა რელიგიებთან, ბუდიზმთან, შამანიზმთან და მაჰმადიადობასთან და სხვა წარმართობასთან აიგივებენ ქრისტიანობას. რატო? თქვენი კითხავთ. იმიტომ რომ როდესაც ძალაუფლებას შეიგდებს ანტიქრისტე, ეს იქნება მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდის დასასრულს. რომში შევა აიღებს რომს და რომის პაპის ტახტზე დაჯდება. ამით სიმბოლურად აჩვენებს, რომ ის არის ყველა რელიგიების პატრიარქი. მაგრამ იმდენად პატივმოყვარია, დიდების მოყვარე და ამპარტავანი და ეს ორი უკანასკნელი ამპარტავნებიდან მოდის. საერთოდ ყველა ვნება შინაგანი ამპარტავნებიდან მოდის, ერთმანეთს შობს, ასე ვთქვათ. და არ დაშერდება, რომ ის არის სოფლიო პატრიარქი, სოფლიო ეკლესია, ერთი რელიგია იქნება. იმიტომ ხდება რელიგიების გაიგო, რომ გაერთიანონ ბოლოს. ის ამ ბრძანებასაც გამოსცეს, რომ ყველა რელიგია გაერთიანდეს, რომ ის არის ყველა რელიგიის წინამძღოლი. ამას არ დაშერდება ეს პათოლოგია ავადმყოფი და თავს ღმერთად გამოაცხადებს და აიძულებს ყველას მისი სახელით დაიბეჭდოს. ხატებს სიწმინდეს, წმინდა ნაწილებს ყველაფერს გაიტანენ ტაძრიდან მისი ბრძანებით. აღიმართება შუა ტაძარში აღდგომის ხატის ნაცვლად ანტიქრისტეს გამოსახულება, ანუ კერპი, ან ხატის სახით, ანუ ფერწერული, ან სკულპტურის სახით. და მის გვერდით იქნება ასევე გამოსახულება სულ წინასწარმეტყველისა, რომელიც მისი, ასე ვთქვათ, წინამორბედი იქნება მისი ავის საქმიანობისა და გზას განუგზადებს ადამიანთა და სახელმწიფოებში ანტიქრისტეს გასამეფებლად. აი ბოლოს იქნება ყველაფერი ერთიანი, აბსოლუტურად ერთიანი. ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდება და თავისი ღმერთი ეყოლება მას. მაგრამ როდესაც შიმშილობა დაიწყება ღვთისმიშვებით, ეს მარაგი ამოიწურება, აი მერე კი მიხვდებიან ვინ არის ანტიქრისტი. მივლენ დამშევლები, მწყურვალი, გაუბედურებული ადამიანები, სასოწარკვეთილები, ამ დროს თვითმკვლელობა გამრავლდება მასიურად. და შეღაღადებენ, რომ პური მოგვეცი, წყურვილი მოგვიკალდა. პირველად გამოავლეს, რომ სინამდვილეში არანაირი ღმერთი, მე რა ღმერთი ხომ არა ვარ. სამპირი დახურა მიწარ აღმოაცილებს. და რატო დაიწყებლა სადა ქვეყანა? ანტიქრისტეს და მისი რეჟიმის გამო. იმის გამო, რომ ადამიანები განუდგნენ შემოქმედ ღმერთს, ჭეშმარიტ თაყვანის ეს სატანას ანტიქრისტე, რომელიც მასში იქნება 12 წლად ჩასახლებული. ეს პროცესები მოხდება. ეს უკვე ძალიან ახლო არის. პატარა რაღაცა განსაცდელები რო იყოს. არის უკვე ლაპარაკი სამხრეთ კავკასიაში, რომ ისრაელის დაწყებული ახაც გადმოვა და ასე შემდეგ და არსებობს წინასწარმეტყველებას, მერე ნახეთ აქ რა იქნება. რა ეშველება ამ კომფორტს მიჩეულ ხალხს. ჭამას მისა და გარყვნილების მეტი რომ არაფერი არ აქვს სულსა და ხორცში. როცა ეს ყველაფერი მოაკლდებათ, ისინი პრაქტიკულად დროზე ადრე აღმოჩნდებიან ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთი რა არის? ხშირად გვითხოვს ვიდა მამათა მიხედვით. ადამიანი როცა სოდავს, ეს სოდვა არის არა ხორცის სხეულისთვისება, არამედ სულის. სულს რომ ხორცი გაეყრება, წარგება სამჟაროს და თქვა ჯოჯოხეთში მოხდება, სულს ექნება გულისხმები, ისევ უნდა გემოთმოყარებაც, ნაკროვანებაც, სიძვაც და სხვა, მაგრამ სხეული აღარ ექნება იერარქია ამ ნებების დაკმაყოფილების. ამიტომ დაიტანჯება
სულიერად. აქვს გულის თქმა და ვერ ისრულებს. აი თქვენს ხომ ყოფილხარ რაღაცა ძალიან დიდი დანატრაგვა კოცნება სურვილი და არ შეგისრულა. იმ სხრევით ან დეპრესიაში ვარდებით. სასოწარკვეთილებაშიც კი არავისკენ გახით აღარ გინდათ, არაფერი არ გინდათ, სიცოცხლე არ მინდა, ჩემთვის უთქვამთ ასეთებს. აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ადამიანები. დღეს თუ არ ვიზრუნებთ, ჭეშმარიტი შვილები ვიყოთ ეკლესიის და ღმერთს მივეწებოთ. ხვალ ამას ჩვენ უბრალოდ პრაქტიკულად ვეღარ გავაკეთებთ. ჩვენ უკვე ვეღარ შევძლეთ წინააღმდგომას ანტიქრისტეს. ვერავინ ისეთი კანონები იქნება, ვერც კი ასწავლი, ვერც კი შეუსწორო, რომ თქვა სოდომის სოდვაშია. ეს უკვე ნელ-ნელა დაწყებული არის ევროპაში განსაკუთრებით. არამედ როგორც ბოლო დროის მამები ამბობენ, ვისაც შეგიძლიათ გადარჩი, გაეკეცით. მაგრამ იმდენად პატიმოყარი ანტიქრისტე, რომ უდანოებში ტყეღრეში დაუწყებს მისგან გაქცეულებს, ემროს რომ ისინი დაბეჭდოს. უნდა რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი მის სახელით დაიბეჭდოს და თაყვანისცეს. ეს იქნება პათოლოგი. ასეთი პატივმოყვარე ადამიანი, ასეთი ქედმაღალი, ზვაობარი, ამპარტავანი არავინ არ ყოფილა, არც ნერონი და არც სხვა, არც ანტიოხი. მაშაი რა სიტყვა წარმოთქვა მასჟამსაშინა და ეს არის ჯერ კიდევ რევოლუციამდელი პერიოდი, როცა ქადაგებს. არ წუხებდა ის, რაც ჩვენ გვაწუხებს ეს ორი სტილი. ყველას მოგესალმებით, ბატონებო და გილოცავთ ახალ წელს. ვარაუდობთ, რომ რა თქმა უნდა, მცირედნი თქვენგან საწოლსა და ძილში შეხვდა ახალ წელს. ფიქრობ, უმეტესობა ოჯახისა და ახლობელი მეგობრების წრეში სიხარულითა და ხიარულებით შეხვდა ახალ წელს, რომელიც მაშინ ერთი იყო. ძველი სტილით აღინიშნებოდა მთელს ქვეყანაში, არა მარტო ეკლესიაში. უსურვებდით რა ერთმანეთს ბედნიერებას, იგონებით რა გარდასულ წელს, სუფრასთან რო შევხვდეთ, ალაგებით რა საომავლო გეგმებს. საუბრობდით ამ თემებზე, მაგრამ ზოგიერთ ჩვენთაგანს ღრმა მგზნობილობითისა და გამჟელობის მქონეს ძალიან ფაქის უზომბიარესული რომ აქვს ამ ცინცხალ სიხარულში განა გულში სევდიანი ფიქრი არ ქონდა, თითქოს ყრუხმა ეუბნეოდათ. აკი ახალი წელი დადგა და ზოგიერთი იმათგანი, რომელიც გასულ წელს ხვდებოდნენ ახალ წელს, ცოცხალი აღარ არიან. ზოგიერთი ახალგაზრდა ამხანაგის სიცოცხლე წარტაცებული იქნა, ხვებს ძიმე ავადმყოფობა მალე მოцелავს. უკანასკნელი ხომ არა ეს წელიწადი მათ შორის ჩემთვის? ნუ ჩაახშობ თქვენს თავში ამ ხმას, ეს ღვთის ხმა, ანუ ღვთისგან გესმით თუ ეს ხმა რომ რაც არ უნდა გახარებული იყო, განжის, სევდის და სხვა გზნობა გულში ყოველთვის გქონდეთ. მას ვისურვებდი, რათა უფალმა სიცოცხლის ახალი წელი რომ გვიბოცა, განგვამტკიცოს ჩვენს ღვთის მოშიშებასა, სინანულსა და სათქმეებაში. ამენ. აი ამას გისურვებთ მეუფე ტრიფონთან ერთად თქვენს. საბედნიეროდ 31 დეკემბერი დაემთხვა კვირას და ღვთის მადლით ვწირავ. ამაზე კარგ საქმეს ვერ გავაკეთებ ძალიანაც რომ მოვინდომო. ისე რომ ყველა თუ თქვენს ეკლესიაში თუ ჩვენთან გეპატიჟებით საკვირაო წირვა ლოცვაზე. რაითა ერთობით, როგორც ქვეყანას ამაზე და გნებავთ ამ ტაძარში და თქვენს ტაძრებში და ცათაშინა საუკუნო თუკუნისამდე ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდა სასულსა. ამენ.